ნაგვის ქურდები. დაგიჭერენ თუ არა ქურდობისთვის, თუ მაღაზიის ნაგვის კონტეინერიდან აიღებთ გადაყრილ პროდუქტს და სახლში წაიღებთ. მოგესალმებით, მე ვარ ნატალი გოგიაშვილი, იურისტი და გაცნობ გერმანიის უზენაესი სასამართლოს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. 2020 წლის მოცემულ საქმეში კი საკითხი ეხებოდა შემდეგს. სუპერმარკეტმა მორჩენილი პროდუქტები გადაყარა სპეციალურ ჩაკეტილ ნაგვის კონტეინერში, რომელიც იდგა მაღაზიის კერძო ტერიტორიაზე და ამ კონტეინერების გასატანად მაღაზიას დაქირავებული ყავდა სპეციალურად ფირმა. ერთ-ერთმა გამლელმა კონტეინერიდან ამოიღო პროდუქტები და სახლში წაიღო. გერმანიის პროკურატურამ აღნიშნული პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ქურდობის ბრალდებით. აღნიშნული პირი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ამ ბრალს და მიუთითებდა, ქურდობა არის სხვისი ნივთის მარცხსაწინააღმდეგო მისაკუთრება. როდესაც მაღაზიამ აღნიშნული პროდუქტები ჩაყარა კონტეინერში, ამით მაღაზიამ საკუთრების უფლებაზე უარი თქვა და ამიტომაც ეს ნივთები აღარავის საკუთრებად არ მიიჩნეოდა. ამიტომაც მას ქურდობა არ ჩაუდენია. გერმანიის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა და მიუთითა, ვინაიდან კონტეინერი იდგა კერძო ტერიტორიაზე, იყო ჩაკეტილი და მის გასატანად მაღაზიას დაქირავებული ყავდა სპეციალური ფირმა, ნიშნავს იმას, რომ მაღაზიისთვის არ იყო სულ ერთი, ვინ აიღებდა ამ პროდუქტს და ვინ გამოიყენებდა. შესაბამისად, პირმა ჩაიდინა ქურდობა და იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი. თუ გსურთ ჩემი სხვა ვიდეოების ნახვა, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი Facebook, YouTube, TikTok და Instagram გვერდები.